აკაკი ჯოხაძე თბილისელებს ახალი თაობის შუქნიშნების დამონტაჟებით ატყუებს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება ავრცელებს. Როგორც ორგანიზაციის წევრები ამბობენ, შუქნიშნები, რომელიც ახლა მონტაჟდება 2 წლის წინ იყო დაწყებული პროექტია, მერიაში კი აცხადებენ, რომ 2 წლის წინ დიოდური შუქნიშნები მხოლოდ ვაკეთში დამონტაჟდა, ახლა კი ნელ-ნელა მთელ თბილისს მოიცავს. აღნიშნულ რეჟიმზე არა 2014 წლის 9 იანვრიდან, არამედ 2011 წლის მარტის თვიდან გადავიდა. შუქნიშნები, რომელიც ახლა მონტაჟდება, არსებობდა 2 წლის წინაც და თუ მან გაამართლა და სამჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარდა, მაშინ რაღაცო ხდება ახლა ამის დემონტაჟი, მით უმეტეს ეს ყველაფერი არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული. ამ სისტემის დანერგვა დავიწყეთ 2 წლის წინ, პირველ ეტაპზე განხორციელდა ვაკის რაიონში და ვაკაში უკვე შუქნიშნები ავტომატიზირებული რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ავტომატურად განსაზღვრავენ თავიანთ წითელი და მწვანის ფერის ხანგრძლივობა, შესაბამისად მოძრაობა გახდა მეტად უფრო გამტარუნარიანი გზაზე, დროის ერთ მომენტში მეტად უფრო მეტ მანქანას ვატარებთ. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ პროექტს, ეხა უკვე საბურთალოს და დიდუბის რაიონებში დაახლოებით 69 ზუსტად ობიექტი გამზადებულია ჩასართავად იგივე ანალოგიურ სისტემაში.